მოგესალმები. ჩვენ ყოველთვის ერთი და იგივე თემაზე ვსაუბრობთ. ერთი და იგივე თემა არის განათლება და ჩვენი სტუდენტური პარლამენტი, რომლის წევრი თქვენ ბრძანდებით. თქვენ ხართ სამედიცინოს კუთხით და ხართ მეხუთე კურსზე. ამაზე უკეთესი არაფერი არ არის, როცა ადგები ახალგაზრდა გოგონა რამდენი წლის ხარ? 22. 22 წლის გოგო ადგები ახალციხეში. მოხვალ განათლებას მიიღებ და ამით იტრაბახებ. უყურე რა არის? თუ რა ვინმე კარგს გიკეთებს ცხოვრებაში, ეს არის დედა და მამა პირველი. მესამე არ არის, პირველი არის დედა და მამა. და ამ შენი განათლებით პირველი ვისაც გაახარებ, ეს არის შენი დედა და შენი მამა. თქვენ ახლა აქ გაწევრიანდით, მოდიხართ, აქ რას ისწავლით? აი აქ იქ რასაც სწავლობ, ჩათვალე იმაზე ნაკლებს აქ არ ისწავლით. რატომ? თქვენ ხო ხედავთ, რომ ყოველ შეხვედრაზე ახალი ადამიანებს ხვდებით და ისინი მისი გამოცდილებას გიზიარებენ. ამაზე უკეთესი არაფერი არ არის და ჩვენ ყველაფერს გავაკეთეთ იმისთვის, რომ გამოცდილებების მიიღოთ და მოусვინოთ იმ ადამიანებს ლექტორების გარდა. უყურე, მე დღეს თქვი ყოველ დღე ვამბობ, რომ ერთი ლექტორებს მინდა მე შევხვდე და მინდა უსაყვედურო. ახლა რატომ? რა არის? ლექტორებმა სტუდენტებს უფრო მეტი უნდა მოთხოვონ. მეტი უნდა ისწავლონ. ჩვენი სტუდენტები რატო უნდა დადიოდეს სხვაგან სასწავლებლად? ჩვენ ყველაფრის საშუალება გვაქვს, რომ საქართველოში ისწავლონ. მაგრამ იმ დონეზე არ არის სწავლა, არა, შენ რო გინდოდა ახალციხეში ადექი, ჩამოხვედი, ისწავლე და მეხუთე კურსის სტუდენტი ხარ, ხო? და კიდე რაღაცებს არეკლამებ, შენ თავს ირეკლამებ და რაღაცას შოულობ, რომ დედას და მამას არ დააწვე, ხო? მუშაობ. აი ამაზე უკეთესი არაფერი არ არის. ეს შენი პრაქტიკაა, მაგრამ ჩვენთან შენ უფრო მეტ პრაქტიკას მიიღებ კიდევ. ბატონო. აუცილებლად. რაც შეეხება კმაყოფილი ვარო შენ ერთ-ერთ ადგილზე ჩავწერე ჩვენ და კმაყოფილი ხარ ამ სტუდენტური პარლამენტით. ძალიან კმაყოფილი ვარ. დიახ. გიორგი როგორი ბიჭია? კარგი, მიზანდასახული. ძალიან მიზანდასახული ადამიანია გიორგი. ჩანს მის ქმედებებშიც. გიორგი მომიხსნა ეს და მე მევთხარი მე დაგიხმარები და მე შეგაქმნები იმას და ყველაფერს გავაკეთებ, რომ ეს შევქმნათ მეთქი. მე ბევრ რაღაცებს ვაკეთებ ჩვენი კომპანიის სახელით.